Аллилуйя. В этой песне, когда мы начинали ее петь, там были такие слова. როდესაც ჩვენ მღეროდით ამ სიმღერას, იყო ასეთი სიტყვები: Возьми мою жизнь как глину. აიღე ჩემი ცხოვრება როგორც სიცოცხლე, როგორც თიხა და გამოძერწე ის რაც შენ გსურს. Мы также пели в этой песне, что возьми меня как стрелу и запусти меня в свою цель. აგრეთვე ჩვენ მღეროდით ამიღე მე როგორც ის არის და გამისროლე შენს მიზანში. Вот об этом мы сейчас и будем აი говорить. ამაზე ახლა ვისაუბრებ ჩვენ. Я хочу вернуться к теме, которую мы начали пару собраний назад. მინდა დავუბრუნდეთ თემას, რომელიც ჩვენ რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ. У нас были гости, слава Господу за этих гостей. ჩვენ ყავდა სტუმრები და მადლობა ღმერთს ამ სტუმრებისთვის. Но иногда хорошо, когда мы მაგრამ კარგია, როდესაც здесь ჩვენ поговорим о ხანდახან своем, о том, что для нас важно. ჩვენ ვსაუბრობთ имазе, რაც ჩვენთვის კონკრეტულად მნიშვნელოვანია. Я сказал, что я появилось желание вернуться к теме, которую я проповедовал где-то 14 лет назад. მე გამიჩნდა სურვილი, რომ დავბრუნებულიყავი თემას, რომელიც 14 წლის წინ ვიქადაგე. Эта тема не перестала быть важной. ეს ამ თემამ არ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, Наоборот, кое-что აქტუალობა. прибавилось ко всему этому за პირიქით, эти годы. ამ წლების განმავლობაში რაღაც შეემატა კიდევაც. Я назвал эту тему «5 христианских добродетелей». და მე მას ვუწოდე ასეთი სახელწოდება ღვთისმოსაობის 5 თვისება. ქრისტიანული ღვთისმოსაობის 5 თვისება. 5 христианских добродетелей. ქრისტიანობის ღვთისმოსაობის ქრისტიანული ღვთისმოსაობის 5 თვისება. Что это за добродетели? და რა თვისებებია ეს? Это образ действия, ეს არის მოქმედებები, который характеризует христианина в разных ситуациях, в разных сферах жизни. რომლებიც ახასიათებს ქრისტიანებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. И вы знаете, что вот эти качества, которые человек проявляет, они являются следствием его измененного характера. და ეს თვისებები, რომლებსაც ადამიანი გამოავლენს თავის ცხოვრებაში სხვადასხვა სფეროებში, ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს ადამიანი არის შეცვლილი. Ты можешь себя вести правильно до определенных моментов в твоей жизни. შენ შეგიძლია სწორედ მოიქცე შენ ცხოვრებაში რაღაცა დონემდე, Но может случиться что-то, что выведет тебя из себя. მაგრამ შეიძლება მოხდეს რაღაცა, რაც შენ მდგომარეობიდან И გამოგიყვანს. тогда ты покажешь, что у тебя на самом деле в сердце. და აი მაშინ სინამდვილეში გამოჩნდება ის, რაც არის შენში. Если ты нажмешь на тюбик с зубной пастой, თუ შენ ხელს მოუჭერ კბილის პასტას, сделаешь ты это аккуратно или сделаешь резко, или топнешь по нему ногой, ნაზად მოუჭერ თუ მაგრად მოუჭერ თუ საერთოდ ფეხს დაარტყავ из него დააბიჯებ, выйдет наружу эта белая, красивая, хорошо пахнущая зубная паста. მისგან გამოვა, ესე იგი, კბილის პასტა, რომელიც არის შიგ თავისი მთელი სურნელებით. Но если ты нежно будешь нажимать на тюбик с черным кремом для обуви, მაგრამ თუ შენ ნაზად დააჭერ ხელს და ესე იგი ფეხსაცმლის გასაწმენდ შავს მას как გამოუშვებ, бы ты это осторожно не делал, вот эта чернота оттуда выйдет. მაინც რა ფრთხილადაც არ უნდა და მოუჭირო ხელი, მაინც ის შიშავე გამოვა. В общем, я хочу сказать, что мы должны быть настоящими. მე იმის თქმა მინდა რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ნამდვილები. И мы поговорим о том, как это случается в нашей жизни. და ეხლა ვისაუბრებ имазе თუ როგორ ხდება ეს И, ჩვენს конечно, я ცხოვრებაში. хочу сказать о том, что Бог хочет видеть в нас. და რა თქმა უნდა მინდა იმის თქმა თუ რისი დანახვა უნდა ღმერთს Давайте мы ჩვენში. еще раз прочитаем эти несколько стихов из 4 главы послания Ефесянам, где перечисляются эти добродетели. კიდევ რამდენჯერმე წავიკითხოთ ეფესელთა წერილიდან ის მუხლები, რომლებიც ამაზე ჩვენ Это первые გველაპარაკება. 3 стиха 4 главы. ეს არის ეფესელთა მეოთხე თავის პირველი 3 муხლი. И Павел пишет эти слова Духом Святым здесь. და პავლე ამას წერს სული წმინდით. Я очень часто оговариваюсь здесь и делаю уточнение. Знаете, мы говорим, что это Павел написал, да? და მე ხშირად ამას ვაკონკრეტებ ხოლმე და ხას უსვავ იმას, რომ ამას ამბობს პავლე, ამას წერს Но პავლე. само Писание говорит, что оно богодухновенно. მაგრამ თვითონ წერილი ამბობს, რომ მთელი წერილი არის Это не ღვთისმსულიერი. его мудрость, это не его слова. ეს არ არის მისი სიბრძნე, ეს Это то, არ к არის чему მისი побудил его სიტყვები. Святой Дух.
ეს არის ის, რაც მასში აღძრა Поэтому, когда мы სულიწმინდა. слушаем эти слова или когда мы читаем Священное Писание дома, ამიტომ, როდესაც ჩვენ ვისმენთ ამ სიტყვებს, ან სახლში ვკითხულობთ ამ წერილს, мы должны წერილებს, воспринимать это так, что это Бог с нами через это разговаривает. ჩვენ უნდა აღვიქვათ ეს ისე, რომ ამ სიტყვებით ღმერთი გველაპარაკება ჩვენ. Мы должны быть очень внимательны. და ამიტომ ძალიან Вы знаете, сейчас ყურადღებიანები უნდა ვიყოთ. много таких очень странных людей появилось. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი უცნაური ადამიანი Недавно я გამოჩნდა. слышал, как один проповедник говорил, что дерево познания добра и зла это не Бог произрастил посреди рая, а это сделал дьявол. ცოტა ხნის წინ მე მოვისმინე როგორ ამბობდა ერთი მქადაგებელი იმას, რომ ესე იგი სიკვდილისა და სიცოცხლის ხე, ესე იგი ღმერთმა კი არ დარგო, არამედ Но ეშმაკმა. в Писании написано, что это сделал მაგრამ Бог. წერილში წერია, რომ ეს ღმერთმა გააკეთა. Если тебе что-то не нравится, თუ შენ რაღაც არ მოგწონს, спроси Бога, чтобы Он дал смирение твоему сердцу. მაშინ სთხოვე ღმერთს, რომ ღმერთმა შენს გულს მისცეს თვინიერება, Если ты плохо მორჩილება. учился в школе, ну, თუ ცუდად სწავლობდი სკოლაში, подучись немножко. მაშინ რაც საჭიროა ისწავლე. Но я верю, что то, что написано в Библии, это მაგრამ истина. მე მჯერა, რომ ის რაც ბიბლიაში წერია, ეს არის И если ჭეშმარიტება. это Бог сказал Моисею, вознеси змея на жезл, да, медного, то это точно не дьявол сказал, это Бог сказал. და როდესაც ღმერთმა უთხრა მოსეს, რომ ეს სპილენძის გველი დაამაგრე ხეზე და მაღლა ამაღლეო, ეს მართლაც ღმერთმა უთხრა და არა Мы ეშმაკმა. верим, что то, что мы сейчас прочитаем, это от Духа Святого. და ჩვენ გვწამს, რომ რასაც ახლა წავიკითხავთ, ეს არის სული Поэтому это წმინდისგან. требует максимального внимания с нашей стороны. ეს მოითხოვს ჩვენგან მაქსიმალურ ყურადღებას. Здесь написано: «Итак, я узник в Господе, умоляю вас поступать достойно звания, в которое вы призваны». ამიტომ გემუდარებით მე პატიმარი უფალში მოიგცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს. Что за звание? რა მოწოდებაა О ეს? чем Павел Духом Святым говорит нам? და рაზე გულაპარაკება პავლეს К чему мы სულიწმინდი. призваны? რისთვის ვართ მოწოდებული? Написано: тем, которые приняли и верующим во имя Его, Он дал власть быть детьми Божьими. რომ ვინც ესე იგი ვინც ირწმუნეს მათ მისცა ძალაუფლება ეწოდებოდეთ და В другом ყოფილიყვნენ месте ღმერთის написано, что შვილები. теперь мы цари и священники Богу სხვა нашему. ადგილას კიდევ წერია, რომ ეხლა ჩვენ ვართ ღმერთის მღვდლები და Мы народ მღვდლები. святой, царственное და священство. კიდევ დაწერილია, რომ ჩვენ ვართ სამეფო სამღვდელოება. Мы освящены единократным принесением в жертву Иисуса Христа. განწმენდილები ქრისტეს ერთჯერადი მსხვერპლის მოტანით მისი Скажи, სისხლით. пожалуйста, когда Бог призвал тебя, если ты помнишь это, когда ты покаялся, и ты помнишь, в каком состоянии ты находился, და თუ გახსოვს, როდესაც ღმერთმა მოგიწოდა, რა მდგომარეობაში იყავი? соответствовал ли ты вот всем этим титулам и званиям, которыми тебя наделили? აი ამ ტიტულს თუ შეესაბამებოდა შენი მდგომარეობა, რომელიც შემდეგ უფალმა მოგცა. Слушай, я боюсь, что даже моему отцу земному немножко стыдно было за то, что он мой отец в какие-то моменты в то მე время. ვფიქრობ, რომ რაღაცა ჩემი ცხოვრების რაღაცა მომენტებში ჩემ მიწიერ მამასაც კი სხვენოდა ჩემს გამო. Иногда я домой приходил настолько пьяный, ხანდახან სახლში იმდენად ნასვამი მოვდიოდი, что моему отцу и моей маме страшно было просто за меня. რომ ჩემს მშობლებს ჩემს გამო ეშინოდა. Я не думаю, что они мной гордились в это время. და მე არ ვფიქრობ, რომ იმ მომენტში ისინი Так ჩემით что в тот момент, ამაყობდნენ. когда Бог спас меня, я точно не дотягивал по своим качествам вот до этих званий. და ნამდვილად, როდესაც მე ღმერთმა გადამარჩინა, მე არ შევესაბამებოდი იმ მოწოდებას, რომელიცაც ღმერთმა Я боюсь, მომიწოდა. что ты тоже. და მე ვფიქრობ, რომ არ Есть вещи в моей жизни, შეესაბამებოდი. которые я до сих пор никому не рассказываю. არის რაღაცეები ჩემს ცხოვრებაში, იყო რაღაცეები, რომლებსაც დღესაც კი Потому არავის что Бог ვეუბნები. меня простил, но ты, может быть, меня იმიტომ не რომ простишь. ღმერთმა მე ნამდვილად მაპატია, მაგრამ შესაძლოა შენ არ მაპატიო. И посмотрите, что он говорит. და შეხედეთ რას გვეუბნება ის. Он хочет, чтобы мы поступали достойно этого. ის გვეუბნება, რომ ჩვენ ღირსეულად უნდა მოვიქცეთ. В этом и заключается сущность наших отношений с Богом. აი მაშინ მდგომარეობს ჩვენი და ღმერთის ურთიერთობის Мы არსი. спасаемся по милости Божьей. ჩვენ გადავრჩებით ღმერთის Он წყალობით. принимает нас такими, какие мы есть. გვებულობს ისეთებს, როგორებიც варთ. Но в одном месте я слышал, потом записал это на анзаце своей первой Библии, что Бог слишком любит
любит меня. და ერთხელაც ეს მოვისმინე და შემდეგ ჩემს ბიბლიაში ჩავწერე რომ ღმერთს ჩვენ ძალიან უყვარვართ Для того, чтобы разрешить мне остаться таким, какой я был. იმისათვის რომ ნება დამხტოს დავრჩე ისეთი როგორიც ვარ Потому что неправедные Царство Божье не наследуют. იმიტომ რომ უმართლო цаთა სამეფოს ვერ И Он тебе დაიმკვიდრებს дает Духа Своего და Святого. ის გაძლევს შენ Он თავის тебе სული дает წმინდას свое Слово. გაძლევს თავის И Он სიტყვას тебе дает свою церковь. და გაძლევს შენ თავის И там ეკლესიას начинается вот этот труд Да, и- над твоей душой. იწყება ეს შრომა შენს მშვინვაზე Не насильственный, это только если არა ты захочешь. ძალადობრივი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, И ты просто თუ შენ ეს მოგესურვება общаешься с და ним. შენ გაქვს მასთან ურთიერთობა. И в этом общении ты начинаешь და меняться. აი ამ ურთიერთობაში მასთან შენ იცვლები. Я помню, как однажды к нам на работу в христианский коллектив пришла женщина, которая могла избить мужчину. მახსოვს ჩვენთან სამსახურში ქრისტიანულ კოლექტივში მოვიდა ქალი, რომელსაც შეეძლო მამაკაცი ეცემა. Она однажды ударила своего начальника на работе так, что человек упал и чуть не разбил себе голову об камень. ეს თავის ძველ სამსახურში თავის უფროს დაარტყა და ისე დაარტყა, რომ ის კაცი წაიქცა და კინაღამ რაღაცა Она გაიკეთა. такая, привыкла в жизни защищаться все время. ის მიჩვეული იყო, რომ ცხოვრებაში Больше некому было, и она взяла это в свои руки. და მან ასე ვთქვათ, ეს თავისი дацва თავის ხელში И აიღო. она начала вместе с нами და работать. მან დაიწყო ჩვენთან ერთად И мы მუშაობა. беседовали с ней, мы და молились ჩვენ вместе с ней. ვესაუბრებოდით, Через ლოცულობდით некоторое время я მასთან смотрю, ერთად. как она разговаривает с людьми. და ცოტა ხნის შემდეგ დავინახე როგორ Не надо ელაპარაკებოდა так нервничать. ადამიანებს. არ არის Не надо საჭირო так ასეთი резко, не надо ნერვიულობა. так грубо. არ არის საჭირო ეს სიუხეშე. Вы провоцируете человека, когда вы с ним так როდესაც разговариваете. ასე ელაპარაკებით ადამიანს თქვენ მის პროვოცირებას Смотрю, ახდენთ. сидит, Библию читает. ხედავ ზის ბიბლიას კითხულობს. Слава тебе, Господи. დიდება შენ ღმერთო. Бог оказывает влияние на людей. ღმერთი ზეგავლენას ახდენს И ადამიანებზე. вот в этом месте Писания, და წმინდა წერილის ამ которое мы ადგილას, сейчас прочли, რომელიც ჩვენ ახლა წავიკითხეთ, здесь написано, как Когда это влияние целия. сказывается на нас. თუ როგორ აისახება ეს ზეგავლენა И ჩვენზე. дальше написано. და შემდეგ წერია: Со смиренномудрием, кротостью и долготерпением снисходите друг другу с любовью. მთელი თამდავლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთის სიყვარულში. Стараясь сохранить единство Духа в союзе мира. ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის Посмотрите, საყვარელით. какие качества здесь перечислены. შეხედეთ, როგორი თვისებებია აქ ჩამოთვლილი. Смиренномудрие, თამდავლობა, кротость, თვინიერება, долготерпение, სულგრძელობა, любовь, სიყვარული мир. და მშვიდობა. Если в твоей семье, თუ შენს ოჯახში, если в твоей дружбе, შენს მეგობრობაში, если в твоей церкви შენს ეკლესიაში будут царить такие взаимоотношения, იმეფებს აი ესეთი ურთიერთობები, у тебя не появится желание уйти оттуда. შენ არ გაგიჩნდება სურვილი რომ იქიდან წახვიდე. Наоборот, ты будешь приходить, чтобы отдохнуть в შენ этом месте. მოხვალ რომ ამ ადგილას დაისვენო. Потому что мир не такой. იმიტომ რომ წუთისოფელი ასეთი არ Мир – არის. противоположность всему этому. და წუთისოფელი ამ ყოლაფრის საპირისპიროა. Люди будут приходить, чтобы просто посидеть рядом с тобой и отдохнуть. ადამიანები მოვლენ უბრალოდ რომ შენ გვერდზე დაჯდნენ და დაისვენონ. Потому что там есть этот мир. იმიტომ რომ აქ არის მშვიდობა. Первый раз, когда мы начали говорить на эту тему, мы говорили о таком качестве, как смиренномудрие. და პირველად როდესაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, ჩვენ დავიწყეთ პირველ თვისებაზე, И თამდავლობაზე. я упомянул, что апостолу Саубари. Павлу пришлось новое слово создать в греческом языке, чтобы Да. описать это качество. მე ესე იგი ვახსენე ის რომ მოციქულ პავლეს მოუწია ახალი სიტყვის შექმნა რომ აღეწერა ეს Потому что მდგომარეობა. они не считали смирение чем-то хорошим. იმიტომ რომ თამდავლობას ისინი კარგ თვისებად არ Смиренный არიქვავდნენ. значит слабый. თამდავლობა ესე იგი თამდაბალი ესე იგი სუსტია. Смиренный значит человек, у которого на голове можно сидеть. თამდაბალ ადამიანს შეიძლება თავზე А დააჯდე. Иисус говорит, იესო კი ამბობს: научитесь у меня, ისწავლე ჩემგან, ибо я кроток и смирен сердцем. იმიტომ რომ თამდაბალი ვარ და გულით მორჩილი. Никто не мог сидеть у него на голове. არავის შეეძლო иесოს თავზე Быть ჯდომა. смиренным для Иисуса იყო это не было თამდაბალი, вынужденным чем-то. იესოსთვის არ იყო ასე ვთქვათ გამოუვალი მდგომარეობა ჰქონდა და Он მხოლოდ мог ასეთი дать შეიძლება ответ любому человеку, ყოფილიყო. который был рядом. მას შეეძლო ნებისმიერი ადამიანისთვის პასუხი გაეცა. Оказаться на кресте და ის რომ ის იყო ჯვარზე, это был его выбор. ეს
ეს იყო მისი არჩევანი за которым стояла цель спасти людей. და რომლის მიღმაც იყო მიზანი Когда გადაერჩინა Петр захотел კაცობრიობა. это остановить и начал там уши укорачивать, და როდესაც პეტრემ გადაწყვიტა ამისი გაჩერება და დაიწყო ყურის ჩამოთლა, Иисус сказал ему: возьми твой нож и იესომ вложи его უთხრა, в ножны. აიღე შენი დანა და ისევ ქარქაში ჩააგე. Разве ты не знаешь, что я могу умолить моего отца? ნუ თუ შენ არ იცი რომ შემიძლია ვთხოვო И он მამა пришлет ჩემს мне более чем 12 легионов ангелов. და გამომიგზავნის 12 ლეგიონზე მეტ ანგელოს. Но как тогда исполнить волю Отца о მაგრამ нашем спасении? მაშინ როგორ ახსრულდება ღმერთის ნება Однажды ხალხის ассирийцы напали გადასარჩენად? на Израиль. ერთხელ აისორები დაეცნენ Царь თავს Сеннахерим. ისრაელს სენარაკი И он მეფე хвалился, და ის თავს იქებდა что ни один Бог не спасет свой народ от меня. რომ ვერც ერთი ღმერთი თავის ხალხს ჩემგან ვერ И он იხსნისო перепутал Бога Израиля с остальными богами, которые და были მას идолы. შეიშალა და გაათანაბრა თავის თვალში ისრაელის ღმერთის სხვა კერპებთან, სხვა И Бог ხალხის послал ღმერთებთან одного ангела. და ღმერთმა წარმოგზავნა ერთი Стан ანგელოზი ассирийский. აი სორთა ბანაკში აი ასირიელები И несколько сот тысяч людей умерли в эту ночь. და რამდენიმე ასობით 1000 ადამიანი დაიღუპა იმ დღეს. Один проповедник говорит: ассирийцам повезло, что он послал только одного ангела. ერთმა მქადაგებელმა თქვა, რომ იმ ასირიელებს გაუმართლათ, რომ მხოლოდ ერთი ანგელოზი გამოგზავნა Потому что если бы ღმერთმა, он послал იმიტომ რომ 12 легионов, наверное, никого бы не 12 осталось. ლეგიონი რო გამოეგზავნა, არც ერთი ადამიანი არ Но გადარჩებოდა. выбор Иисуса был მაგრამ добровольным. იესოს არჩევანი იყო ნებაყოფლობითი. И мы говорили, как это смирение выглядит. და ჩვენ საუბრობდით იმაზე, თუ როგორ выглядит გამოიყურება ეს смирение перед თამდაბლობა. Богом. თამდაბლობა ღმერთის წინაშე. Потому что у этого смирения есть два аспекта. Это перед Богом и в отношениях с людьми. იმიტომ რომ ამ თამდაბლობას აქვს ორი ასპექტი, ერთი ღმერთის წინაშე და ერთი ადამიანების Я წინაშე. смиряюсь перед Богом, почитая Его Слово. მე თავს ვიმდაბლებ ღმერთის წინაშე და პატივს Может მივაგებ быть, მის я думаю სიტყვას. или хочу иначе, чем Он говорит. შეიძლება მე ვფიქრობ, ან მაქვს სურვილი, ასე იგი, არა ისე როგორც ღმერთის სიტყვა Но мое ამბობს. смирение выражается მაგრამ в том, что я делаю так, как Он сказал. ჩემი თამდაბლობა იმაში გამოიხატება, რომ მე ვაკეთებ ისე, როგორც ამბობს Я ღმერთის верю, სიტყვა. что это лучше для მე меня. მჯერა, რომ ჩემთვის ეს არის Я უკეთესი. доверяю. და მე Я ვენდობ не იმას. совсем понимаю, но я შეიძლება доверяю. ბოლომდე არ მესმოდეს, მაგრამ ბოლომდე ვენდობი. Как выглядит смирение перед людьми? როგორ გამოიხატება, როგორ ჩანს თამდაბლობა ადამიანის მიმართ. Я веду себя так, ისე ვიქცევი, как Бог предписывает мне это делать, როგორც ღმერთი მეუბნება, რომ უნდა მოვიქცე. отдавая все остальное в руки Божьи. და ყველაფერს გადავცემ ღმერთს ხელში. Например, когда Он говорит мне: не мсти за себя, я не буду мстить. როდესაც ღმერთი მეუბნება, რომ ჩემ არ უნდა გავცე პასუხი, ესე იგი, ჩემს არ უნდა დავიცვა ჩემი თავი. Не потому, что я не могу, არა იმიტომ, რომ მე არ შემიძლია но потому, ამის что Бог გაკეთება. сказал. არამედ იმიტომ, Я რომ вас ღმერთმა дам. თქვა, მე მივაგებ. И Он не хочет погибели და грешника. მას არ უნდა ცოდვილის დაღუპვა. Он хочет спасти этого მას უნდა человека. იმ ადამიანის გადარჩენა. Сегодня я хочу говорить про это слово кротость. დღეს მინდა ვილაპარაკო სიტყვაზე Это თვინიერება. качество, кротость. ეს არის მახასიათებელი თვინიერება. Это очень интересное слово, потому что его тоже очень часто довольно неправильно понимают. ესაც ძალიან საინტერესო სიტყვაა და ხშირად მის მნიშვნელობას არასწორად К счастью, გებულობენ. в греческом языке это слово было с самого начала. საბედნიეროდ ბერძნულ ენაში თავიდანვე იყო ეს სიტყვა И когда люди изучают другой язык, და როდესაც ადამიანები სხვა ენას შეისწავლიან, когда они хотят понять, как это слово в оригинале звучит, какой смысл в него вкладывают, და როდესაც მათ უნდათ გაიგონ თუ როგორ ჟღეს ეს სიტყვა და რა არსი აქვს აი ამ სიტყვას ორიგინალში, ему лучше обратиться к носителям языка, к людям, которые на этом языке разговаривают. ჯობია მიმართოს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ენაზე И когда საუბრობენ. ты говоришь о древних языках, таких как старый греческий და язык, როდესაც ლაპარაკობ ძველ ენებზე, მაგალითად ძველ ბერძნულზე, тебе нужно узнать, как эти старые люди, их писатели, философы, как они использовали это слово. ასე იგი ჩვენ უნდა გავიგოთ თუ როგორ გამოიყენებდნენ ძველი ფილოსოფოსები, ძველი მწერლები აი И, ამ конечно, სიტყვას. мы не знаем все этот греческий язык, და რა თქმა უნდა, მთლიანად ბერძნული но, ენა ჩვენ слава არ Богу, у ვიცით, нас есть книги. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ И знаете, გვაქვს что мы წიგნები. читаем в этих книгах? და იცით რას ვკითხულობთ ამ წიგნებში?
что это качество ეს מחასიათებელი на თვისება греческом языке кротость, ბერძნულ ენაზე თვინიერება оно звучит так, праотес, ჟღერს ასე პრაოტეს а кроткий праус, და კროტკი да, твинери. თვინიერი. И вы знаете, что в греческом языке это слово имеет два главных значения. და ბერძნულ ენაში ამ სიტყვას აქვს ორი И მთავარი мы сейчас коротко მნიშვნელობა. про это скажем. და ეხლა მოკლედ ვიტყვით ამის შესახებ. Был такой греческий философ იყო ასეთი ბერძენი ფილოსოფოსი Аристотель. არისტოტელე И он очень много говорил о добродетели человеческой, как он ее представляет და себе. ის ბევრს ლაპარაკობდა, ესე იგი, ადამიანის კარგ თვისებებზე, როგორც Он, конечно, не говорил с христианской точки რა თქმა зрения, უნდა, ქრისტიანული თვალსაზრისით ამას არ ამბობდა. но он говорил, что Маграми он Самбук, держится золотой середины во всем. ის ამბობდა, რომ ოქროს შუალედს იცავდა ყოველთვის. Когда чего-то слишком много в человеке, როდესაც ადამიანში რაღაც არის ძალიან ბევრი, это плохо. ეს ცუდია. Когда чего-то слишком мало или совсем нет, это другая крайность. როდესაც არა, ესე იგი, ადამიანში რაღაც არის ძალიან ცოტა, ან საერთოდ არ არის, ესაც ცუდია. И он описывает кроткого человека, знаешь, как интересно. და ის იცით როგორ საინტერესოც აღწერს თვინიერ ადამიანს. Он говорит, что это человек, ის ამბობს, რომ ეს არის ადამიანი, который сердится только когда нужно. რომელიც ბრაზდება მხოლოდ მაშინ, როდესაც И საჭიროა. никогда не сердится, когда не нужно. და არასოდეს ბრაზდება, როდესაც გაბრაზება საჭირო არ არის. И если ты смотришь христианских авторов поздних, что они про это და говорят, თუ ჩვენ შევხედავთ, ესე იგი, ცოტა მოგვიანებით ქრისტიანულ ავტორების გამონათქვამებს, знаешь, как они описывают იცით, кроткого როგორ человека? აღწერენ ისინი თვინიერ ადამიანს. Это человек, ეს არის ადამიანი, который вступится сразу, когда видит несправедливость или боль, которую причиняют другому человеку. რომელიც, ასე თქვათ, გამოეკომაგება ადამიანს, როდესაც ხედავს უსამართლობას, Но никогда не Да, защищает, уматлобас. когда это происходит в отношении მაგრამ него. როდესაც ეს უმართლობა მის პირად საკითხში ეხება, მაშინ ჩუმად არის. Это противоречит нашей человеческой ეს природе. ეწინააღმდეგება ჩვენს ადამიანურ Мой ბუნებას. первый пастор, он такой шутник был, хороший, духовный человек, но очень любил шутить. ჩემი პირველი ხუცესი სულიერი ადამიანი იყო და ხუმრობა И он უყვარდა. перефразировал русские пословицы, и он однажды сказал: «Своя плоть ближе к телу». და მან ასე თქვა გააკეთა პერიფრაზირება რუსული გამონათქვამებით და თქვა რომ ჩვენ მაიოძელა შენი ხორცი შენთან ყველაზე Знаешь, ახლოს такая არის. поговорка: «Своя рубашка ближе к телу». Да? ხომ იცით არის ეს გამონათქვამი რომ შენი პერანგი შენს ხორცთან Человек в ყველაზე первую ახლოს очередь არის. о себе думает. ეს იმ გაგებით რომ ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავზე Иисус ფიქრობს. даже говорит нам, что возлюби ближнего как самого себя. იესო ჩვენ იმასაც გვეუბნება რომ შეიყვარე მოყვასი შენი როგორც თავი И из შენი. этого целая теория. Ты должен научиться любить себя. და აქედან მთელი თეორია რომ შენ უნდა ისწავლო საკუთარი თავის Слушай, меня სიყვარული. не надо было учить, я был влюблен в себя. ესე იგი მე არ მჭირდებოდა თავის შეყვარების სწავლა, მე ისედაც თავზე შეყვარებული ვიყავი. Все для себя дорогого. ყველაფერი საუკეთესო საკუთარი Знаешь, один თავისთვის. человек сказал: იცით ერთმა ადამიანმა любовь к თქვა, самому себе – это роман, который длится всю жизнь. ერთმა ადამიანმა თქვა რომ ესე იგი რომანი ესე იგი საკუთარი თავის მიმართ არის ის რაც მთელი ცხოვრების მანძილზე Конечно, გრძელდება. есть люди, которые в разладе с самими собой, к რა сожалению. თქმა უნდა არიან სამწუხაროდ ადამიანები რომლებიც თავს ვერ ეგუებიან საკუთარ Но თავს. большинство людей, они მაგრამ любят себя. ადამიანთა უმრავლესობა საკუთარი თავი И უყვარს. что чему нам надо научиться, это любить других людей. და ის რაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ სხვა ადამიანების სიყვარული. Мы можем пройти мимо чьей-то беды, ჩვენ შეგვიძლია Запросто. ვიღაცის უბედურებას გვერდით აუაროთ, но мы очень бурно реагируем, когда какая-то несправедливость в отношении нас, допустим. მაგრამ ძალიან აქტიურად ვреагირებთ, როდესაც რაღაცა შეგვეხება ჩვენ. А это неправильно. ეს კი არასწორია. С христианской точки зрения это неправильно. ქრისტიანული შეხედულებით ეს არასწორია. Мы не должны быть такими. არ უნდა ვიყოთ ასეთები. Самый лучший пример для нас, ყველაზე საუკეთესო მაგალითი ჩვენთვის, у которого мы учимся,
ვისგანაც ჩვენ ვსწავლობთ, Это Иисус Христос. ეს არის იესო ქრისტე. Вспомните, Он сказал, да? გაიხსენეთ მან თქვა, Придите ко мне, все труждающиеся и обремененные. მოდი ჩემთან ყოველო მაშვა უნდა ტვირთმძიმენო Я успокою вас. და მე მოგასვენებ Возьмите თქვენ. иго мое на себя აიღეთ ჩემი უღელი и научитесь და от меня. ისწავლეთ ჩემგან. Ибо я кроток и смирен сердцем. რადგან მე თავდაბალი და თვინიერი ვარ И გულით. найдете покой და душам вашим. იპოვით სიმშვიდეს თქვენს Ибо გულებში. иго мое благо, бремя мое легко. რადგან ჩემი უღელი მსუბუქია და ჩემი ტვირთი საამური. Мир для нашей души – это то, в чем мы нуждаемся больше всего. მშვიდობა ჩვენი მშვენისთვის, გულისთვის არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენ. Почему многие люди, которые жили в то время, с такой тоской вспоминают советские времена? რატომ არის რომ მრავალი ადამიანი, ასე იგი, იხსენებს, ასე ვთქვათ, მონატრებულად ძველ დროს? Потому что какое-то время, последние годы этой страны, она была стабильная. ამ ქვეყნის ბოლო წლები იყო საკმაოდ სტაბილური. Я знал, что 5 и 20 у меня будет зарплата, аванс. ვიცოდი რომ 5 და 20 მექნებოდა ხელფასი და Я мог ავანსი. планировать свой отпуск. შემეძლო დამეგეგმა ჩემი И დასვენება. как пела одна группа в 90-е годы, Наутилус Помпилиус, у нас нищета, но она гарантированная нищета. როგორც ერთი ჯგუფი მღეროდა, საბჭოთა კავშირის ჯგუფი, ესე იგი სიხარიბე კი გვაქვს, მაგრამ გარანტირებული А теперь ты სიხარიბეა. должен думать сам, где тебе взять, как тебе учиться, как тебе твоих детей поднимать. მაგრამ ეხლა ყველაფერზე შენ თვითონ უნდა იფიქრო, რა უნდა გააკეთო შეშვილებს, რა Люди უნდა мечутся ასწავლო, из როგორ стороны в გამოიმუშაო თანხა. ადამიანები ხან ერთ კიდეს აწყდებიან, ხან მეორეს. Покой и мир – это то, чего больше всего не хватает სიმშვიდე нам. და сиწყნარე არის ის, რაც ყველაზე А მეტად Иисус говорит, საჭირდება научитесь от меня, ადამიანს. и вы найдете покой душам იესო вашим. კი გვეუბნება, რომ ჩემგან ისწავლეთ და მშვიდობას И он მოიპოვებთ. говорит, я кроток и смирен და сердцем. ის ამბობს, რომ მე თავმდაბალი და თვინიერი Когда я ვარ. начал читать Евангелие, როდესაც მე დავიწყე я еще სახარების не знал კითხვა, значения этого слова кротость. ჯერ კიდევ არ ვიცოდი თვინიერების И поэтому არსი. я в этих словах Иисуса нашел некое противоречие. და ამიტომ იესოს სიტყვებში თითქოს და წინააღმდეგობა Особенно, დავიწყე. когда я прочитал, განსაკუთრებით როდესაც მე წავიკითხე, как он выгнал из храма людей, которые продавали и покупали. როდესაც იესომ გამოყარა ხალხი ტაძრიდან, როდესაც ისინი ყიდიდნენ და Он там ყიდულობდნენ, устроил хаос. ქაოსი მოაწყო იქ, Он сделал плетку из веревки. გააკეთა თოკისგან მათრახი Внимание, людей он не бил. და ყურადღებით რომ ხალხს ის არ Он этой სცემდა. плеткой выгонял животных. ამ მათრახით ის ცხოველებს Но он ყრიდა перевернул ტაძრიდან, столы у миновщиков денег. მაგრამ გადააყირავა ფულის გამცველთა მაგიდები Выгнал их из этого და помещения. ისინი გამოყარა ამ И შენობიდან сказал, дом мой Да, домом утро. молитвы наречется для всех ჩემ народов. სახლს სამლოცველო სახლი ეწოდება А ყველა вы сделали его ერისათვის. вертепом თქვენ კი разбойников. ავაზაკთა ბუნაგად გადააქციეთო. Когда я прочитал первый раз, როდესაც პირველად წავიკითხე, что трости надломленной не переломит, льна რომ курящегося не ასე угасит. იგი ჩამქრალ პატრუკს არ ესე ჩააქრობს და გადატეხილ ჯოხს ბოლომდე არ А потом გადატეხავს. прочитал вот და эту შემდეგ აი сцену. ეს სცენა წავიკითხე, Я подумал, что какое-то Выпикли. несоответствие между двумя этими вещами რომ есть. რაღაცა შეუსაბამებლობა იყო ამ ორს. Какой там лен курящийся, он Монакочёвис. столы перевернул, деньги рассыпал, Ромели- людей вытолкал из храма. რომელიც რომ არ ჩააქრო ბოლომდე ხალხი გამოყარა, მაგიდები გადაუყირავა. Но в Евангелии от Матфея მაგრამ написано, მათეს სახარებაში что წერია, ученики потом поняли, почему რომ он это сделал. მოწაფეები მერე მიხვდნენ თუ რატომ Потому что в გააკეთა ეს одном из იესო. мессианских пророчеств Ветхого Завета იმიტომ написано, რომ ერთ-ერთ მესიანურ წინასწარმეტყველებაში იესოზე დაწერილია, ревность по доме твоем снедает меня. შენი სახლის მოშურნეობამ ჭამს მე. То есть я не могу მე видеть, во არ что превратили твой дом. ესე იგი მშვიდად უყურო имас თუ რად გადააქციე Он შენი должен быть სახლი. домом молитвы, домом утешения, ის домом უნდა силы იყოს Божьей. ლოცვის სახლი, სიმშვიდის сახლი, ნუგეშის ცემის А სახლი. здесь обменные აქ კი, пункты открыли. ფულის გაცვლის პუნქტებია გახსნილი. Базар открыли. ბაზარი მოაწყოს. Баранов продают, коров ცხრებს, продают, ძროხებს голубей ყიდიან, продают. ესე იგი მტრედებს ყიდიან. Это вонь стоит, шум. ცუდი სუნი დგას. Эти хитрые морды, эти хищные лица, это звон денег там. ცბიერი გამომეტყველება, ცბიერი დამოკიდებულებები. Это был дом Божий, და ეს იყო ღმერთის სახლი, который он любил всем своим сердцем. რომელიც მას მთელი გულით უყვარდა.
И он понял, к чему люди привели это, увидел და это. დაინახა თუ რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ეს И он უფლისახლი. очистил этот храм хотя бы на один მან день. ერთი დღით მაინც გაწმინდა ტაძარი ღმერთის სახლი. Это для славы Божьей. ეს ღმერთის სადიდებლად. Это восстание против нарушения истины ეს Божьей. იყო ამბოხი იმის გამო რომ ირღვეოდა ჭეშმარიტება. Это протест против греха, против святости Божьей совершенного. ცოდვის წინააღმდეგ და ღმერთის სიწმინდის მხარდასაჭერად. Есть еще одно место Писания. არის კიდევ ერთი ადგილი წმინდა Когда он წერილში. приходит в одну синагогу, и там есть человек с сухой рукой. როდესაც ის მიდის სინაგოგაში და იქ იყო ერთი ადამიანი გამხმარი ხელით, Его уже преследуют за чудеса, совершенные по субботам. მას უკვე დევნიდნენ იმის გამო რომ სასწაულებს აკეთებდა И он შაბათობით просит этого человека выйти на середину. და ის თხოვს ამ ადამიანს რომ შუაგულში გამოსულიყო И спрашивает და людей, ეკითხება ხალხს. что нужно делать в субботу, добро или зло? რისი გაკეთებაა შესაძლებელი შაბათ დღეს, სიკეთის თუ ბოროტების? Они молчат. ისინი ჩუმად არიან И написано, და დაწერილია он с гневом посмотрел на них, რომ მან რისხვით შეხედა მათ скорбя об ожесточении их сердца. და იყო დამწუხრებული იმის გამო რომ მათი გულები იყო გაქვავებული. Ты понимаешь, он их любил. ხომ გესმით რომ მას ისინი Он უყვარდა? их любил. უყვარდა. Ему было больно, что их сердца стали жестокими. მას სტკიოდა ის რომ მათი გულები იყო Его გასასტიკებული. гнев не против них был направлен, მისი რისხვა ხალხის მიმართ კი არ а იყო, против того, во что Арамет- их превратила религия. არამედ იმის მიმართ თუ რელიგიამ რანად გადააქცია ისინი. Но за этим за всем стояла любовь Божья. მაგრამ ყოველფრის მიღმა იდგა უფლის სიყვარული И он исцелил этого человека. და მან განკურნა ეს А они ადამიანი. захотели его убить за это. მათ კი ამის გამო მისი მოკლა მოინდომეს. Такие сцены აი ესეთი სცენები. можно было бы еще привести какие-то. შესაძლოა კიდევ სხვაც მოგვიყვანა Где он მაგალითად. возмущается против людей, против Სადაც- их жестокосердия. სადაც ის არის აღშფოთებული ადამიანთა Против სისასტიკის несправедливости, გამო, неправды. უმართლობის გამო, სიცრუის გამო. И потом мы видим следующую сцену. და შემდეგ ვხედავთ შემდეგ Когда он სცენას. оказывается на кресте. როდესაც ის არის ჯვარზე. Тот, который сотворил этот мир. ის ვინ შექმნა მთელი Написано, им სამყარო. сотворено все, начало, власти и так далее. Все им и для него сотворено. დაწერილია რომ ყველაფერი მისი და მისთვის არის შექმნილი И он на кресте. და თვითონ არის А эти ჯვარზე. люди стоят и смеются над ეს ним. ადამიანები კი დგანან და მას Только დასცინიან. что, недавно они бегали за ним. ცოტა ხნის წინ კუჩი დასდებდნენ მას Только что они таскали к нему своих больных людей. და მიჰყავდათ მასთან თავისი ავადმყოფები. Совсем недавно они ели хлеб, который он умножил. ცოტა ხნის წინ მათ ჭამეს პური, რომელიც მან გაამრავა Видели чудеса. და იხილეს სასწაულები. Открытыми видели слепые глаза. დაინახეს როგორ აეხილათ თვალები Видели ბრმებს воскрешение мертвых людей. და იხილეს მკვდარი ადამიანების Сейчас გაცოცხლება. они стоят и смеются над ეხლა ним. კი დგანან და დასცინიან. Знаете, толпа обычно получает удовольствие от унижения кого-то великого. საერთოდ სიამოვნებას ღებულობს იმის გამო რომ ვიღაცა დიადი არის დამცირებული. Я не знаю, почему это случается, но это не только в отношении Иисуса, это как правило какое-то. ეს არ არის მხოლოდ იესოს მიმართ დამოკიდებულებაში, როგორც წესი ეს ადამიანი თაბრბოს ახასიეთებს. Когда кто-то, кто имел влияние, Родесац- власть, его уничтожают, убивают, мучают, люди радуются этому. ვიღაცას ვისაც ქონდა ძალაუფლება და პატივი მათ თუ ეს ადამიანი არის დასჯილ მდგომარეობაში და დამცირებული, ხალხს ეს ახარებს. Но здесь на кресте Сын Божий. მაგრამ აქ ჯვარზე იყო И უფლისზე, они ღმერთისზე унижают, смеются. და ამცირებდნენ და Провоцируют დასცინოდნენ его. და პროვოცირებდნენ Каким был его მას. ответ? და როგორ იყო მისი პასუხი? Прости их, Отец, აპატიე მამაო, потому что они не понимают, что они იმიტომ делают. რომ არ იციან რას აკეთებენ. Смотри, когда это касалось других людей, შეხედეთ, როდესაც ეს ეხებოდა სხვა или когда это ადამიანებს, касалось дела Божьего, ან როდესაც ეს ეხებოდა ღმერთის საქმეს, кротость Иисуса, იესოს თვინიერება она проявлялась в том, что Он вставал на защиту всего этого. გამოვლინდებოდა იმაში, რომ ის ამას იცავდა Когда это коснулось Его, და როდესაც ეს პირადად მას Он შეეხო, сказал, მან «Отче, в თქვა, Твои руки предает Дух мой». მამამო, შენს ხელებში გადმოგცემ ჩემს სულს. Ты знаешь,
Я ни в коем случае не хочу себя сравнивать с Иисусом. არავითარ Где я, შემთხვევაში მე არ ვადარებ საკუთარ თავს იესოს. На каком-то этапе моей жизни ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე я вдруг понял, что я не должен себя защищать. მე გავაცნობიერე, რომ საკუთარი თავი არ უნდა დავიცვა. Иногда мне было непонятно, почему люди говорили или делали какие-то вещи. ხანდახან ჩემთვის გაუგებარი იყო, რატომ ამბობდნენ ადამიანები რაღაცას რატომ Либо в აკეთებდნენ. отношении меня, либо ან в ჩემს отношении моей მიმართ, ან семьи. ჩემი ოჯახის მიმართ. Я не мог этого понять. არ მესმოდა. Почему это так? რატომ იყო ეს ასე? Но я никогда не вставал на защиту этого. მაგრამ ამის დასაცავად არ ვიცავდი ამას. Но я знаю, что Бог за меня стоит. მაგრამ ვიცი, რომ ღმერთი იდგა ჩემს დასაცავად. Я знаю, что Бог встанет за меня. ვიცოდი, რომ ღმერთი დადგებოდა Бог ჩემს встанет и მაგივრად. защитит тебя тоже. ღმერთი შენს დაგიცავს. Если ты живешь в Его თუ истине, შენ ცხოვრობ მის если ты стараешься ჭეშმარიტებაში, ходить Его путями, თუ შენ ცდილობ, რომ მისი გზებით если то, что იარო, ты делаешь, это თუ твой ის, выбор, რასაც შენ აკეთებ ღმერთის ნება, не, თუ ეს არის შენი не твоя არჩევანი, слабость, а твой выбор, თუ ეს არის არა შენი სისუსტე, არამედ შენი ты мог бы არჩევანი, отомстить. შენ შეგეძლო პასუხი мог бы გაგეცა ответить. და შური გეძია, Но ты решил შეგეძლო, опустить руки, закрыть рот მაგრამ შენ გადაწყვიტე ხელები ჩამოგეწია და и помолиться за человека. და გელოცა И благословить ადამიანისთვის этого და человека. გეკურთხებინა ადამიანი. Бог обязательно вступится за тебя. აი ამ შემთხვევაში უფალი აუცილებლად დაგიცავს შენ. Если ты будешь защищать себя, თუ საკუთარი თავის დაცვას если ты возьмешь დაიწყებ, суд в свои руки, თუ შენ სამსჯავროს შენს ხელში если ты აიღებ, начнешь максимальные иски предъявлять ко всем თუ твоим შენ обидчикам, მაქსიმალურად პასუხს მოსთხოვ მათ, ვინც как это გაწყენინა, обычно нас характеризует, როგორც ეს ჩვეულებრივ ადამიანს мы ახასიათებს, себе все прощаем, другим ничего, საკუთარ თავს პატიებს, ხვებს არაფერს, тогда это не кротость. აი მაშინ ეს სულაც არ არის Это значит, თვინიერება. Богу не удалось изменить тебя в этой ეს იმას области. ნიშნავს, რომ ამ სფეროში ღმერთს არ შეუცვლი Не ხარ. потому, что Он чего-то не არა может, იმიტომ, რომ მას რაღაცა არ а შეუძლია, потому, что ты не არამედ захотел. იმიტომ, რომ შენ არ მოინდომე ეს Он ცვლილება. никогда не вмешается в твою жизнь ის насильно. ძალადობრივად არასოდეს ჩაერევა შენ ცხოვრებაში. Ты должен ревновать о деле Божьем. შენ უნდა იყო მოშურნე ღმერთის Ты საქმისა. должен ревновать о людях. შენ უნდა იყო მოშურნე ხალხის გამო. Но ты должен быть лично кротким и скромным მაგრამ человеком. პირადად უნდა იყო თვინიერი, თავმდაბალი ადამიანი. Раньше, когда я был молодой, ადრე როდესაც ახალგაზრდა в ვიყავი, ходу была поговорка, которую сейчас забыли. იყო ასეთი გამონათქვამი ხშირად იყო ხოლმე ხმარებაში, ეხლა დავიწყებულია, Скромность украшает человека. რომ თავმდაბლობა ადამიანის ამშვენებს, Сегодня სამკაულია. другая поговорка. დღეს სხვანაირი გამოთქმა არის. Если сам себя не похвалишь, никто не похвалит. თუ საკუთარ თავს არ შეაქებს, სხვა არ შეგაქებსო. И люди... Да, наглость, второе счастье, да. Подобные этим мудрости. თავხედობა, კიდევ ასეთი თავხედობა მეორე ბედნიერებაო. Люди меняются. ადამიანები იცვლებიან, Но как бы они ни менялись, истина Божья неизменно როგორც остается. არ უნდა შეიცვალოს ადამიანი, ღმერთის ჭეშმარიტება Вот უცვლელია. как греки использовали это слово. Это одно из значений. აი, როგორ იყენებდნენ ბერძნები აი ამ სიტყვას, ეს არის მისი Теперь მნიშვნელობა, второе значение ეხლა очень მეორე близко მნიშვნელობა, моему сердцу. რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან. Когда они говорили это слово «кротость», როდესაც ისინი ამბობდნენ ამ სიტყვას оно თვინიერი, часто употреблялось по отношению к дрессированным животным. ეს სიტყვა ხშირად გამოიყენებოდა გაწვრთნილ ცხოველებთან მიმართებაში. Не обижайтесь, я не сравниваю людей с животными. ნუ გეწყინებათ, მე ადამიანებს ცხოველებს არ ვადარებ. Но я раньше, сейчас меньше, но раньше очень активно занимался ადრე дрессировкой უფრო собак. ხშირად ვწვრთნიდი ძაღლებს. И знаешь, с чего я начинал, когда у меня Да. появлялся новый щенок на იცით, дрессировке? რითი ვიწყებდი, როდესაც ლეკვი იყო და მის წვრთნას ვიწყებდი. Для него самое главное поесть. მისთვის ყველაზე მთავარი იყო საჭმელი. Когда он поест, он хочет играть. როდესაც შეჭამს, უნდა Но თამაში. если он не ел, он ничего не хочет, кроме того, чтобы поесть. მაგრამ თუ არ უჭამია, არაფერი არ უნდა, მარტო ჭამა უნდა. Никого не напоминает. არავის გახსენებთ?
Вы знаете, я брал вот так в руку еду, зажимал ее в кулаке. ხელში ავიღებდი საჭმელს, ესე ხელში მოკუმული მქონდა მუჭაში. А собака, она чувствует запах, ну, вам трудно представить себе просто как. ძაღლი ძალიან карგად გრძნობს საკვების სუნს. Я сажусь на стул, вот так вытягиваю руку. ზივარ სკამზე და გაწვრილი Он მაქვს ხელი. подбегает ко мне и уставится в эту руку, смотрит вот და так на меня. უყურებს აი ამ ხელს. Я его зову, ვეძახი, он смотрит на мою руку. ის უყურებს ჩემს Я его ხელს. зову, ვეძახი, он отрывает глаза опять на руку. შემომხედავს ისევ ხელს დახედავს. Я его дальше зову. კიდე И ვეძახი. когда он наконец поднимает глаза и смотрит на меня хотя бы 3 секунды, და როდესაც თავს აწევს და 3 წამი მაინც მე მიყურებს სახეში. я открываю мою руку. მაშინ ხელს ვხსნი И я делаю это раз за разом. და ამას ვაკეთებდი До тех რამდენჯერმე. пор, пока он не იქამდე, перестает смотреть на мою руку и სანამ смотрит мне в ის глаза. არ შეწყვეტდა ჩემ ხელის ყურებას და სანამ არ მიყურებდა სახეში. Когда это происходит, это моя собака теперь. და როდესაც ეს ასე ხდება, ეს უკვე ჩემი ძაღლია. Я могу пойти куда угодно. და ასეთ დროს შემიძლია მასთან Мне стоит ერთად назвать его имя, он бежит ко мне. სახელით რო დაუძახებ, იმ წუთში გამოდის Придет, сядет и ჩემსკენ. смотрит мне в глаза. დაჯდება და მიყურებს თვალებში. Это моя собака. ეს ჩემი ძაღლია. Я когда хожу на дрессировку, როდესაც წვრთნაზე მივდივარ, обычно я в поле вывожу, когда перелетает перепел, и там люди выводят собак, дрессируют. და ყანაში გამყავს, როდესაც მწყერი გადაფრენაზეა. И я устаю от этих людей, которые кричат «Матьяк! Матьяк!» и начинают ругать своих собак. А эти собаки плевать хотели на хозяина. და ძაღლებს უყვირიან პატრონები, მაგრამ ძაღლები ყურადღებას არ А у აქცევენ. меня есть пульт управления собакой. მე კი მაქვს ძაღლის მართვის პულტი. Такой свисточек маленький. პატარა სასტვენი. Один раз свистнул, собака повернулась. ერთხელ დაუსვენ და ძაღლი შემოbrunდა. 2 раза свистнул, она бежит ко мне. ის უკვე ჩემსკენ მორბის. Пока она меня не слушается, სანამ არ არის ჩემი დამჯერე, я не вывожу ее в поле. ყანაში მინდოლში არ გამყავს. Я берегу свои нервы, უფრთხილდები ჩემს ნერვებს и я берегу жизнь этой собаки. და ამ ძაღლის სიცოცხლესაც Потому что უფრთხილდები. непослушание может стоить ей жизни. იმიტომ რომ დაუმორჩილებლობის ფასი შეიძლება მისი И если სიცოცხლე я იყოს. вижу, что она бежит к дороге, и я свистну, и она не остановится, я потерял собаку. და თუ ის გარბის გზისკენ და დაუსვირენ და ძაღლი არ მოbrunდა, შეიძლება დავკარგო ძაღლი. Теперь мы не животные. ჩვენ არ ვართ Никто не ცხოველები. будет нас насильно дрессировать. და ძალით არავინ არ Никто не будет გაგვცნის. нас принуждать. არავინ არაფერს დაგვაძალებს. Но Писание მაგრამ учит, წერილი ჩვენ გვასწავლის, что мы должны привыкнуть к послушанию. რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მორჩილება. И знаешь, кто нам дан в пример? და იცით ვინ არის ჩვენთვის მაგალითი? Иисус Христос, იესო ქრისტე, который был послушен Отцу. რომელიც იყო მამის მორჩილი. Понимаешь, когда тебя сравнивают с Помгесвит. животным, это стыдно. როდესაც ცხოველს გადარებენ, თითქოს და სასირცხვილოა. Но это Сын მაგრამ Божий, ეს ღმერთის ძეა, послушен Отцу во всем. რომელიც იყო მორჩილი მამის მიმართ Быть ყველაფერში послушным – это не стыдно. და იყო მორჩილი, სულაც არ არის Быть სირცხვილი. послушным – это благословение для тебя. იყო მორჩილი, ეს შენთვის არის კურთხევა. Но смотри, опять, никто не заставляет тебя. მაგრამ არავინ არაფერს არ გაძალებს. Это должно вытекать из твоего общения с ეს Богом. უნდა გამომდინარეობდეს შენ და ღმერთის ურთიერთობიდან. Ты любишь Бога, შენ გიყვარს ღმერთი и потому слушаешь და Его. იმიტომაც ხარ მის მიმართ Чем больше დამჯერე. ты узнаешь Бога, რაც უფრო მეტად იცნობ ღმერთს, тем больше тебе хочется доверять უფრო Господу. მეტად გინდა მიენდო ღმერთს. Потому что ты знаешь, იმიტომ какой რომ Он. შენ იცი როგორია Ты знаешь უფალი, Его отношение к იცი тебе. მისი დამოკიდებულება შენს И опять, ты не всегда და კიდევ, понимаешь, почему Он требует от тебя вот ყოველთვის- именно этого. ყოველთვის არ იცი ბოლომდე კონკრეტულად აი ამას რატო გთხოვს. Но каждый раз, когда ты был გეუბნება. послушен, ты потом был მაგრამ благословен. ყოველ ჯერზე, როდესაც შენ იყავი მორჩილი, შენ ხედავდი ღმერთის კურთხევას. И вот теперь, когда тебе не все და понятно, როდესაც ეხლა შენთვის ყველაფერი გასაგები არ არის, ты выбираешь доверять შენ Ему. ირჩევ, აკეთებ არჩევანს, რომ მას И დაემორჩილო, твое დაუჯერო послушание, და შენი მორჩილება Оно обязательно получит воздаяние. აუცილებლად მას ექნება საზღაური.
Знаете, к чему нас все это ведет? იცით, საითკენ მივყავართ ამ Это ყველაფერს. же не семинар по личностному росту. ეს ხომ არ არის სემინარი, რომ პიროვნულად გავიზარდოთ. Знаешь, есть такие семинары, ну, для Арис бизнеса асეთი, проводят. Иногда я в церквах слышу проповеди из этой серии. სემინარები და ესე იგი ზოგჯერ ეკლესიებშიც არის ასეთი სემინარები ამის მსგავსი. Мы не об этом говорим Ჩვენ ამაზე არ сейчас, и не в ვსაუბრობთ. таком ключе. და არც ამ მხრივ. Эти вещи, они происходят естественно в твоей ეს жизни. ბუნებრივად ხდება შენ Когда ты ცხოვრებაში. каждый день როდესაც живешь с Богом. შენ ყოველ დღე ცხოვრობ ღმერთთან И у тебя ერთად. есть два ресурса, შენ чтобы გაქვს убедиться во всем этом ორი и научиться რესურსი, этому. რომ დარწმუნდე და ისწავლო ეს. Ты изучаешь Слово Божье, შენ შეისწავლი ღმერთის ты სიტყვას позволяешь этому Слову влиять на себя. და შენ ასე ვთქვათ ნებაზე რთავ ამ სიტყვას რომ შეზე გავლენა Иногда ты მოახდინოს чувствуешь какую-то боль от общения с этим Словом. ხანდახან შენ ტკივილსაც გრძნობ როცა Потому что სიტყვასთან это Слово ურთიერთობა გაქვს говорит тебе что-то. იმიტომ რომ ეს სიტყვა შენ რაღაცას И ты გეუბნება понимаешь, что это про тебя. და შენ გრძნობ გესმის რომ ეს შენ Если бы შეგეხება тебе какой-то человек сказал, ты бы возмутился. ვიღაცა ადამიანს რომ ეთქვა ეს შენთვის შენ Но ты один на один с აღფოთდებოდი Богом читаешь, и ты понимаешь, მაგრამ შენ зихар და კითხულობ что это ღმერთის сейчас про სიტყვას тебя. და შენ აცნობიერებ რომ А ეს შენ тебе трудно შეგეხება это принять. შენთვის კი რთულია ამის მიღება Господи, не хочу. უფალო არ მინდა Господи, не могу. უფალო არ И в конце, შემიძლია Господи, помоги, და пожалуйста. ბოლოს ღმერთო მიშველე И ты начинаешь просить его, დამეხმარე და შენ общаться, დაიწყებ მასთან ურთიერთობას объяснять ему что-то, და რაღაცას უხსნი исповедоваться, რაღაცას открывать. აღიარებ რაღაცას გაუხსნი И когда ты наконец доверился, და ბოლოს როცა შენ მიენდობი потом მას ты видишь, как на практике он ხედავ. воздает тебе. პრაქტიკულად როგორ მოგაგებს И შენ ты это уже ღმერთი знаешь, вот не только умом, ты своим сердцем და это ეს არა знаешь. მხოლოდ გონებით შენი გულიდან Вся твоя იცი жизнь, она становится Მთელი შენი демонстрацией ცხოვრება того, что истина в Слове Божьем. ხდება იმის დემონსტრირება რომ ღმერთის სიტყვა არის Ты ჭეშმარიტება смотришь людей, которые борются друг с другом, отнимают, стараются, подножки ставят друг ხედავ другу. ადამიანებს რომლებიც კამათობენ ერთმანეთს ფეხს უდებენ რაღაცის И წართმევას они не могут ცდილობენ достичь ничего из Да. того, что есть у тебя. ვერ აღწევენ ვერაფერს რაც შენ ისედაც გაქვს При всей твоей скромности მიუხედავად იმისა რომ შენ ხარ თავმდაბალი ты получаешь благословение Господне. შეღებულებ უფლის კურთხევებს Ты ешь хлеб свой без печали. და ასე ვთქვათ დანაღვლიანების გარეშე ჭამშენს Ты не в კურს. скорби, не в ссорах არა ხარ живешь. მწუხარებაში არ ხარ კამათში Бог заступается за тебя. და ღმერთი გიცავს Бог შენ воздает тебе. ღმერთი მოგაგებს Это შენ все из общения с აი ეს Богом. ყველაფერი ამას შენ გებულობ ღმერთთან ურთიერთობით Из общения с Его Словом. ღმერთის სიტყვასთან Из твоей ურთიერთობით молитвенной жизни. შენი ლოცვის ცხოვრებიდან Ты პრაქტიკულად видишь, как ты შენ начинаешь ხედავ меняться. როგორ იცვლები შენ Ты понимаешь, და შენ გესმის себя защищать не буду. ჩემს თავს არ დავიცავ Отдам это в руки Божьи. უფალს გადავცემ ხელში За другого не промолчу. სხვის გამო არ За გავჩუმდები другого вступлюсь. სხვის გამო ხმას ამოვიღებ За себя воевать не буду. ჩემი თავის გამო არ ვიბრძოლებ Есть кто-то, кто все знает. იმიტომ რომ არის Есть ის кто-то, ვინც кто всё видит. ყველაფერი Отдам იცის და ему. ხედავს და მას გადავცემ ხელში Люди что тебе спасибо скажут, и все. ადამიანები რა მადლობას გეტყვიან და მორჩა Знаешь, такая поговорка была: Родина тебя не забудет. იყო ასეთი გამონათქვამი სამშობლო არ დაგივიწყებს Потом к ней добавили: и не вспомнит. შემდეგ ასეთი რა მიუმატეს არც გაახსენდები Бог никогда не забудет о тебе. ღმერთი შენ არასოდეს დაგივიწყებს Люди сказали спасибо и забыли про тебя. ადამიანებმა მადლობა გითხრეს და დაგივიწყეს Если люди не скажут тебе спасибо, არიან ადამიანები რომ მადლობასაც არ не გეტყვიან переживай. ამის გამო ნუ იდარდე Бог видел все, что ты сделал. ჰალელუია იმიტომ რომ ღმერთმა დაინახა ყველაფერი Бог რაც видел, შენ что ты не за გააკეთე спасибо делаешь те вещи, და которые ты ღმერთმა делаешь. იცის რომ შენ მადლობის გამო არ И знаешь, გაგიკეთებია как написано? და როგორც Бог, დაწერილია видящий тайное, воздаст тебе явно. ღმერთი რომელიც ხედავს დაფარულში ცხადად მოგაგებს Он შენ всегда воздает. ის ყოველთვის Слава მოგაგებს Господу Иисусу დიდება Христу. უფალ იესო Но все это ქრისტეს из общения с Ним მაგრამ вырастает. ეს ყველაფერი შენდება და კეთდება ღმერთთან ურთიერთობის Давай პროცესში. помолимся. მოდით ვილოცოთ.
Отец, мы молимся во имя Иисуса Христа. მამა ულოცულობთ იესო ქრისტეს Мы სახელით. просим Тебя, Господи თხოვთ Боже, უფალო ღმერთო, чтобы Твой Дух Святой направлял, вел нас, Господь. რომ შენი სული წმინდა ღმერთო ჩვენ წაგვიძღვეს და გვატაროს Чтобы, უფალო. Господи Боже, Он трудился над нашей душой, над нашим сердцем. შრომობდეს ჩვენს გულზე ღმერთო, До ჩვენს тех пор, пока მშვიდობაზე. не изобразится в нас იქამდე Христос. სანამ ქრისტე არ გამოისახება ჩვენში. Мы хотим прославить Тебя გვინდა განგადიდოთ не только ღმერთო. своими устами, არა მხოლოდ Господь, ჩვენი ბაგეებით, но своей жизнью. არამედ ჩვენი Мы სიცოცხლითაც. хотим, чтобы Ты გვინდა прославился в უფალო, нашей жизни, რომ შენ Господь. განდიდდე ჩვენ Даже если ცხოვრებაში. нас не будет видно, ჩვენ რომ არც ვჩანდეთ ღმერთო, Ты прославься, შენ Господь. განდიდი ღმერთო. И мы верим, что Ты не Да, оставляешь, чё не там? забываешь нас ни на რომ минуту. არც ერთი წუთი არ გვტოვებ და არ Даруй нам, გვივიწყებ Господи, все ღმერთო. меньше и меньше быть похожими на Адама. და ღმერთო მოგოცი რომ უფრო ნაკლებად და ნაკლებად ვიყოთ ადამიანის И больше მსგავსი быть похожими და на უფრო Христа. მეტად და მეტად დავემსგავსოთ ქრისტეს. Мы благодарим Тебя ჩვენ გმადლობთ შენ во имя Иисуса. იესოს სახელით. Аминь. ამინ.